მართლოს მოსამართლე ამ წუთებში სწორედ იმ დაკავებული არასრულწლოვნების მეგობრების ჩვენებებს ისმენს, რომლებმაც სავარაუდოდ საგამოძიებო უწყებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმ ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო ბრალდებამ ოფიციალურად გაავრცელა. სწორედ ეს არის ბრალი, რომელსაც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს ედავებიან. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ არასრულწლოვნები წლების განმავლობაში დიღომში უსწორდებოდნენ მოქალაქეებს და ამ ძალადობრივ კადრებს ისინი მობილურ ტელეფონში ინახავდნენ. შემდგომ კი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე ანთავსებენ. არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი მოწმე, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოს სტომათა დარბაზში გამოიკითხება, არის ერთ-ერთი დაკავებულიც უახლოესი მეგობარი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით ჰქონდა ინფორმაცია გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის მოწმე, რომელიც ფლობდა ინფორმაციას იმაზე, რომ ჯგუფურად დააორგანიზეს გიგა ავალიანის მკვლელობა მისმა მეგობრებმა, თუმცა ეს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას არასრულწლოვანმა არ შეატყობინა. სწორედ ეს იქნება დღეს მთავარი მოწმე საქალაქო სასამართლოს სტომათა დარბაზში, როგორც სახელმწიფო ბრალდება ამბობს, უახლოეს დღეებში უკვე საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის დედა უკვე დაზარალებული სტატუსით გამოიკითხება. აქტიურ რეჟიმში განიხილება სამი ბრალდებული სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც პირველ ეპიზოდად ბრალდების მხარე ვედავებით მათ გიგა ავალიანზე თავდასხმის ფაქტს ჩადენილს ჯგუფურად, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ეს არის გაერთიანებული სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად მტკიცებულებებს ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით სწორედ ამ სხდომაზე, ამ პროცესებზე წარვადგენთ და საბოლოოდ მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მოპოვებულია და სასამართლოში გამოკვლეული იქნება საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც აუცილებლად დასურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ყველა ეპიზოდის ჩადენას ბრალდებულების მხრიდან. ეს წარმოდგენილ მოწმეთაგან უმრავლესობა ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ეპიზოდს, თუმცა ერთი მოწმე ადასტურებს ასევე გიგა ავალიანის თავდასხმასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებას ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე პირთა მხრიდან, თუ როგორ იგეგმებოდნენ ისინი შემთხვევის ადგილამდე მისასვლელად. გიგა ავალიანის ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ რამდენიმე თვის წინ არასრულწლოვნები დააკავა. შემდგომში სახელმწიფო ბრალდებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის ეპიზოდზე დააკავებული პირები არიან ის არასრულწლოვნები, რომლებიც წლების განმავლობაში ატერორებდნენ მოქალაქეებს, ისინი წინასწარ ირჩევდნენ მსხვერპლს და ამის შემდგომ ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ და ფიზიკური ანგარის სწორებით ახორციელებდნენ მათზე ძალადობას. შესაბამისი ვიდეო კადრები სახელმწიფო ბრალდებამ გაავრცელა და ახლა დაკავებული არასრულწლოვნების წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. პირდაპირ ეთერში ირაკლი ბახტაძე საუბრობდა.